Ბიზნეს სუბიექტებს პოლიტიკური აქტივობისთვის შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროთ. ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარჩილ გორდულაძემ კომიტეტს წარუდგინა წინადადება, რომ თუ მეწარმე იურიდიული პირი პოლიტიკით დაკავდება, ის ადმინისტრაციული წესით მხოლოდ პირველ ჯერზე დაჯარიმდეს, ხოლო მეორე და ყველა შემდგომ ჯერზე მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს. გორდულაძის მტკიცებით, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული და ბიზნესმა ბიზნესი აკეთოს. მეწარმე სუბიექტს მოყვა არაერთი ინსინუაცია და რომ ჩავხედოთ კანონპროექტს მითითებულია, რომ მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს საქმიანობა უკავშირდება ისე და ისე მის ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობას, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი წარმოადგენელი ცვლილებების მიხედვით პირველ ჯერზე 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე და ყოველ ჯერზე 40,000 ლარის ოდენობით. სამჯერო შეიძლება იყოს რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20,000 და 40,000 შესაძლებელია, რომ არ იყოს ნაკლებად ბოჭავი იმისათვის, რომ ძალმართადარღობაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ბიზნეს სუბიექტის მიერ, ანუ იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული და